რატომ ხართ გაჩერებულები ერთი და იმავე ადგილას, რა გიშლით ხელს წარმატებასა და წინსვლაში? აირჩიეთ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი. ყვითელი, ლურჯი, პირველი, მეორე. თუ გინდათ ქვების მიხედვით აირჩიეთ, პირველი ვარიანტი შავი, მეორე იასამნისფერი. ამეთვის ტოსკვა. გამიწერეთ კომენტარში რომელი ვარიანტი აირჩიეთ. ნახოთ ახლა პირველ ვარიანტს. პირველ ვარიანტთან არის ესეთი მოცემულობა, რომ შესაძლებელია უკვე იმდენად დაღლილები ხართ, ან იმდენად დეპრესიულები ხართ, რომ ვეღარც ხედავთ არს და აზრს რაიმე მომავალში გააკეთოთ და შეცვალოთ. შეიძლება ძალიან ბევრი ემოციური დარტყმა გაქვთ. აი რაღაცაზე შეიძლება წარსულზე ხართ ჩაციკლული, ან რაღაცა ისეთ სიტუაციაზე, რომელიც გულიდანვე რა მოგიღიათ, ემოციურად ვერ გაგიშვიათ და სულ იქ ფიქრობთ. ეს ერთი. მეორე აქ ოჯახური სიტუაციებია. შეიძლება მარტო არ ახართ ამ სიტუაციაში და ვიღაცაები გარშემო ხელს გიშლიან, ან ისეთ გარემოში ხართ, ან თქვენი ოჯახის წევრები შეიძლება იყვნენ, რომლებიც ხელს გიშლიან. ნუ თუ თქვათ თქვენ თვითონ არაფერი ისეთი განსაკუთრებული წყენა არ გაქვთ და იბრძვით და მაინც არ გამოგეთ, მაშინ აქ ქალი ამოდის, რომელიც შეიძლება იყოს ხელი შემშლელი თქვენთან. ეს უფრო შეიძლება ოჯახის წევრი ქალი იყოს, ახლობელი ქალი იყოს, რომელიც აი დგას და შეიძლება ბოროტული თვალით გიყურებთ, შურით გიყურებთ, პესიმისტურად განგაწყობთ, ყველა мотиваციას გიკლავთ და აზრს ვეღარ ხედავთ, რომ მომავალში ძალიან გახოთ თავის ნეგატიურ ენერგიებში ეს ქალი. ეს უფრო ოჯახის წევრი ამოდის, ან შეიძლება ოჯახშია ძალიან ბევრი ესეთი ნეგატიური ენერგია. რაც შეეხება მეორე ვარიანტს, ვინც აირჩიეთ, რა არის ხელშემშლელი. მეორე ვარიანტთანაც იდეაში მესამე პირები არიან ცალსახად ხელშემშლელი. აქ არის, რომ შეიძლება არასწორ ადამიანებთან გახართ და აზიარებთ თქვენ სამომავლო გეგმის პერსპექტივებს. მერე მოდის გარედან შური, ნეგატიური ენერგიები, თვალი. თან შეიძლება რაღაცებში ცოტა მერყევიც ხართ და ვერ ყალიბდებით ბოლომდე გადაწყვეტილებების მიღებაში. აი შეიძლება გინდათ, მაგრამ თან ვერ გაგიგიათ, გინდათ თუ არა, ან როგორ წახვიდეთ. აი სიმტკიცე შეიძლება გაკლიათ ხასიათ, შეიძლება საკუთარ რაღაცა სურვილებში გჭირდება დადასტურება გარემოდან, გარშემოყოფების გარო. აი კი ეს სწორია, თუ გარშემოდან წამოვიდა უარყოფითი, რომ არა ეს რა თქინდა, იქვე შეიძლება мотиваცია თქვენი ჩაიკლას, ანუ გარშემოყოფების აზრმა შეიძლება დიდი ზეგავლენა მოხდნოს. კარგად შეარჩიეთ წრე, რომელთანაც ურთიერთობთ, მეგობრების წრე იქნება ეს ნათესაობის თუ ახლობლების და ვისთან აზიარებთ თქვენ სამომავლო პერსპექტივებს და გეგმებს და საერთოდ თქვენ თავს ვის უყვებით, ვის ესაუბრებით, რომ აშკარა რომ იმათგან არ მოდის აი სწორი დამოკიდებულება და ხელს გიშლიან. შეიძლება თავად არიან ჭაობში და თქვენც ჭაობისკენ მიგითრევენ და ნეგატიური აქ სოციუმის და წრის შეცვლაზე იფიქროს მეორე ვარიანტმა თუ გამოსწორება გინდათ სიტუაციების.